104 წელი შესრულდა რაც რუსეთის იმპერიამ მეორე დაგვიპყრო და 70 წლის განმავლობაში ვიყავით მათ უღელქვეშ და თავისუფლებისთვის ბრძოლას 100,000-ობით ქართველი შეეწირა 21 წლიდან 92-91 წლამდე 100,000-ობით ქართველი 100,000-ობით ქართველი გადასახლებული და დატანჯული, ქონებაწართმეული, ღირსება აყრილი, რა ვიცი რა, უბედურების მეტი არაფერი არ მოუტანიათ რუსულ ურდოს და როგორც იქნა 70 წლის შემდეგ ვეღირსეთ თავისუფლებას და ისევ თებერვალში გვიპირებს ხელახლა დაპყრობას. ჩვენ არა მარტო ვალდებულება გვაქვს ქვეყნის წინაშე ქართველებს არა მარტო ვალდებულება გვაქვს იმ დახოცილი ადამიანების სულის წინაშე უფლის წინაშე არამედ ვალდებულება გვაქვს ახლა ამ წუთას აგერ სურათი არის აი დასახიჩრებული ნაცემი ნატანჯი დაპატიმრებული ადამიანების წინაშე ჩვენ ყველანი ვალდებული ვართ იმ პატიმრების წინაშე რომლებიც თავისუფლების ბრძოლისთვის დააპატიმრენ და ახლა ციხეებში ყავენ გამოწყობილები იმ ადამიანების წინაშე ვისაც აწიუპირებენ დაპატიმრებას ვისაც აწიუპირებენ დაჯარიმებას ვისაც აწიუპირებენ ტანჯვის მიყენებას ყველა ამგენის წინაშე ვართ პასუხისმგებელი და ამიტომ მოგიწოდებთ ახლა ნამდვილად არის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენ ახლა გადავჩებით სამუდამოდ უკვე ვეღარაფერი ვეღარ დაგძრავს ვეღარაფერი ვეღარ შეგვაშინებს არ გადავჩებით და არ გადავჩებით სამუდამოდ საერთოდ საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას ამიტომ ჩემო მეგობრებო ჩემო გულშემატკივრებო ჩემო ადამიანებო ვისაც ოდნავ მაინც ჯერათ ჩემი მოგიწოდებთ ხვალისათვის ყველანი გავიფიცოთ ყველანი გავიდეთ აქციაზე და კიდევ ერთხელ თუ გვინდა შეჩერდეს ის რაც ახლა საქართველოში ხდება დავანახოთ რომ ამან შედეგი არ მოიტანა და ჩვენ ისევე უამრავი ადამიანი გავართ ქუჩაში რომ იქნებ დაფიქდენ მაგ შობელძაღლები რომ მეთოდი მაინც შეცვალონ ამ მეთოდით ვერ გაიმარჯვებენ ამას მაინც უნდა მივახციოთ მრავალრიცხოვნობით და მოუწოდებს ყველას გაიფიცეთ ახლა გაიფიცეთ ჯობია 1 საათით ვიდრე მერე საერთოდ გაგფიცავენ სამუდამოდ გაგფიცავენ ისეთი პოლიტიკა მიყავთ და ამასთანავე მინდა ვთქვა რომ 6-ის ნახევარზე ატომის ბაღში ბრიუსელში იმართება ქართველების აქცია და ბელგიაში მცხოვრებო ქართველებო ჩვენი მოვალეობაა რომ გავიდეთ დავდგეთ გავაპროტესტოთ თორემ ამას წინ ვიყავი ერთ-ერთ სასაფლაოზე ბელგიურ სასაფლაოზე და ქართველის საფლავი ნახე აი ნამდვილად არ მინდა ბელგიაში დავსამარდე ნამდვილად არ მინდა და ვიცი რომ ემიგრანტების 90% ბელგიაში დასამარება ნამდვილად არ მინდა და თუ გვინდა დავბრუნდეთ მაშინ უნდა ვიბრძოლოთ მაშინ უნდა გამოვიდეთ მადლობთ ყურადღებისთვის